იმედია გადმოწერეთ ნოტპადი და თუ ეს ასეა შეგვიძლია დავიწყოთ. ვიდეოს აღწერაში მითითებულია ბმული სათაურით HTML დოკუმენტის კარკასი. გადმოწერეთ მისი მეშვეობით ტექსტური ფაილი სახელწოდებით HTML კარკასი. გამოიყურება ის შემდეგნაირად. ჩვეულებრივი ტექსტური დოკუმენტია, გახსენით, გადააკოპირეთ კოდი მის შიგნით და ჩასვით ნოტპადში. იმას თუ რატომ გადავაკოპირეთ ეს კოდი და არ დავწერეთ ხელით, აქვს ორი მიზეზი. პირველი ეს არის დროის ეკონომია. არ მინდა გაკვეთილი ძალიან ვრცელი გამოვიდეს, ხოლო მეორე არის ის, რომ ეს კოდი არის სტანდარტული. ანუ ყოველთვის როცა საიტზე მუშაობას დაიწყებთ, მისი დაწერა დაგჭირდებათ. ასე რომ კარგი იქნება თუ გექნებათ ეს შენახული ცალკე საქაღალდეში, გადააკოპირებთ და ამგვარად დაზოგავთ თქვენს დროს და ენერგიას. მოდით ახლა შევინახოთ ეს დოკუმენტი, აი ამ ღილაკის მეშვეობით და აწეკით მას. შევინახავ მე მას ეკრანზე. შევუქმნით ცალკე საქაღალდეს სახელწოდებით HTML საიტი და მის შიგნით შევინახავ ჩვენს ფაილს. რატომ მოვაკეთებ ამას? რატომ საქაღალდეში და არა პირდაპირ ეკრანზე? ეკრანზე რომ შემენახა დოკუმენტი ის ჩვეულებრივად უხარვეზოდ იმუშავებდა, მაგრამ საქაღალდეში შენახვას მისას აქვს შემდეგი მნიშვნელობა. შემდეგი დატვირთვა. ორგანიზებულობა. მომავალში, როდესაც ფაილების რაოდენობა მოიმატებს და ემატება CSS, JavaScript და ასე შემდეგ და ემატება სურათები, მაშინ დაინახავთ აუცილებლობას იმისა, რომ ყველაფერი ეს გქონდეთ დალაგებული ორგანიზებულად და მოთავსებული ერთ საქაღალდეში. ახლა შეიძლება მაინც და მაინც არ ჩანს ეს მომენტი, ერთ ფაილთან არც გამოჩნდება, მაგრამ უბრალოდ იმისთვის, რომ ეს ჩვევა განევითაროთ, კარგი იქნება თუ ნულიდანვე სწავლისას, ასე ვთქვათ, სწორი მიმართულებით წახვალთ, შექმნით საქაღალდე და მის შიგნით შეინახეთ პირველი HTML ფაილი, რომელსაც ქმნით სახელწოდებით index.html. დაწერეთ ზუსტად ისე, როგორც მე. და რატომ? რატომ არ შეიძლება სხვა სახელი ზარქმევა? იმიტომ რომ როდესაც საიტი განთავსდება ინტერნეტში, ბრაუზერი პირველად მოძებნის საიტის ფაილებში ფაილს სახელწოდებით index, რადგან სწორედ ეს სახელი ერქმევა ძირითად ფაილს, რომელთანაც დაკავშირებულია ყველა სხვა დანარჩენი რესურსი. ბუნებრივია, ახლა ბრაუზერი ყველა ფაილს ერთად ვერ გახსნის. ეძებს ერთს, რომელთანაც დაკავშირებულია სტილი, დაკავშირებულია კიდევ რაღაც სურათები მაგალითად და ასე შემდეგ. და სწორედ ერთი ფაილის მეშვეობით აგნებს შემდეგ ყველა დანარჩენს. სწორედ ეს ერთი ფაილი არის ინდექსი, ამიტომ დაარქვით მას. სწორედ ასე, ხოლო რაც შეეხება გაგრძელებას სახელწოდების წერტილი HTML, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ბრაუზერმა დაინახოს, რომ ფაილი არის HTML ფორმატში. კი ბატონო. შევინახოთ ფაილი და როგორც ხედავთ, ის გახდა მრავალფეროვანი, პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობით და ემატა ფერები, ლურჯი, წითელი, იასამნისფერი და ასე შემდეგ. თითოეულ ელემენტს თავისი ფუნქციის და რაობის მიხედვით საკუთარი ფერი გააჩნია. ამას აქვს თავისი უპირატესობა, შეგვიძლია გავარჩიოთ სად არის ტეგი, სად არის ტექსტი, სად არის ატრიბუტი და ასე შემდეგ, თუ რომელი რას წარმოადგენს ამას დროთა განმავლობაში გაიგებთ, მაგრამ უნდა იცოდეთ ის, რომ ყველას თავისი ფერი აქვს და ეს კარგია გარჩევადობისთვის. ეს არის ნოტპადის ერთ-ერთი სასიკეთო თავისებურება. კი ბატონო, ტექსტი გადავაკოპირეთ, ფაილი შევინახეთ, ახლა კი მოდით გავარჩიოთ თითოეული დეტალი კოდისა, თუ რომელი ელემენტი რას წარმოადგენს და რა ფუნქციას ასრულებს. რიგით პირველი, რაც გვხვდება ჩვენს დოკუმენტში, არის doctype დეკლარაცია. მისი ფუნქციაა მიაწოდოს ბრაუზერს ინფორმაცია, თუ რომელ ენასთან უწევს მას მუშაობა, თუ რა ტიპისაა დოკუმენტი, რომელიც მან უნდა გახსნას. მართალია ჩვენ დავწერეთ, როდესაც ვინახავდით ფაილს სახელწოდებაში წერტილი HTML, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ ფაილის ტიპი არის HTML, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს მწკრივი კოდის არის აუცილებელი, ამიტომ ეცადეთ ის არასდროს არ გამოგრჩეთ.
დოკუმენტის ტიპი HTML-ია, როგორც უკვე გითხარით, აქაც სწორედ ეს არის გაწერილი doctype HTML, რაც იშიფრება როგორც document type HTML, ხოლო თარგმანში დოკუმენტის ტიპი HTML. თუ მომავალში დოკუმენტის ტიპის გაწერის შემდეგ მეთოდს შეხვდებით, ახლა ვაგაჩვენებთ, თუ რომელს გულისხმობ, აი ამას. ნუ დაიგნებით, ეს კოდიც იგივე სამუშაოს ასრულებს, რასაც ის, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. უბრალოდ ეს მეთოდი დოკუმენტის ტიპის გაწერის ეკუთვნის ძველ ვერსიას HTML-ისა, HTML4-ს, ხოლო ჩვენ ვსწავლობთ HTML5-ს, უახლეს ვერსიას, სადაც დოკუმენტის ტიპის გაწერის მეთოდი არის ბევრად უფრო მოკლე და გამოიყურება აი ასე, როგორც ჩვენ გვაქვს. ჯერ კიდევ არის საიტები, რომლებიც ძველ მეთოდს იყენებენ დოკუმენტის ტიპის გაწერისა და სწორედ ამიტომ გაჩვენეთ ეს ძველი მეთოდი, რომ თუ შეხვდებით მას მომავალში, სადმე არ დაიბნეთ და იცოდეთ, რომ განსხვავება არანაირი არ არის. ამაზე მოდით აქ ნუ შევჩერდებით, თუ მეტი ინფორმაციის მიღებას მოისურვებთ, ვიდეოს აღწერაში არის მითითებული შესაბამისი ბმული, შეგიძლიათ წაიკითხოთ იქ მოცემული ინფორმაცია. ახლა კი გადავიდეთ შემდეგ დეტალზე და ეს არის HTML ტეგი. პირველ რიგში მინდა იმაზე ვისაუბრო, თუ რა არის საერთოდ ტეგი. ტეგი ეს არის ელემენტი, რომელიც ეუბნება ბრაუზერს თუ რა უნდა გააკეთოს მან. არის ტეგი, რომელიც ატყობინებს ბრაუზერს, სად არის აბზაცი, რომელია სათაური, არის ტეგები, რომლებიც ატყობინებენ ბრაუზერს, რომელი ტექსტი უნდა იყოს მუქი ან დახრილი და ასე შემდეგ. ტეგის წერა იწყება, როგორც ხედავთ, ნაკლებობის ნიშნით, შემდეგ იწერება ტეგის სახელწოდება და მეტობის ნიშანი. აქვე მინდა იცოდეთ ისიც, რომ ტეგი არის წყვილი და არის ერთეული. წყვილის გარეშე. თუ რომელი ტეგებია ერთეული ტეგები, ამას ოდნავ მოგვიანებით შეიტყობთ. რაც შეეხება HTML ტეგს, ის არის წყვილი ტეგი. დააჭირეთ პირველ ტეგს და ნოუთპადი ავტომატურად მონიშნავს მეორეს. მეორე ტეგი, როგორც ხედავთ, სლეშით იწერება. იწყება უფრო სწორად. რაც მიუთითებს იმას, რომ ტეგი არის დამხურავი. ყველაფერი, რაც ამ ორი ტეგის შიგნით არის მოცემული, არის ამავე ტეგის შიგთავსი. ამ შემთხვევაში HTML-ის შიგნით არის ყველაფერი, გარდა დოკუმენტის ტიპისა. და ეს ასეც უნდა იყოს. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ აი ეს ელემენტები იყოს HTML ტეგის შიგნით. ეს არის აუცილებელი. სივრცე HTML ტეგის შიგნით არის დაყოფილი ორ ნაწილად, head და body ტეგების მეშვეობით. head ეს არის თავი, ხოლო body სხეული. ყველაფერი ის, რაც გამოჩნდება ბრაუზერის ფანჯარაში, ახლა ვეგაჩვენებთ, თუ რას გულისხმობთ. ბრაუზერის ფანჯარაში გულისხმობ აი ამ მონაკვეთს, არის ჩაწერილი body ტეგის შიგნით. გაჩვენებთ რომელიმე საიტის მაგალითზე, მაგალითად Facebook-ი. აი ყველაფერი ის, რასაც აი აქ ხედავთ, არის გაწერილი body ტეგის შიგნით. ახლა რაც შეეხება head tags. მისი სახელწოდება ითარგმნება როგორც თავი და ამაში დევს გარკვეული აზრი. ჩვეულებრივ თავში არის ტვინი. საიტის head ნაწილს შეგვიძლია საიტის ტვინი ვუწოდოთ. იმიტომ რომ სწორედ იქ არის გაწერილი ის წესები, რომელთა მიხედვითაც ბრაუზერმა ეკრანზე უნდა გამოიყვანოს ჩვენი ნამუშევარი. head tag-ის შიგნით ხდება დოკუმენტის კოდირების მითითება, CSS ფაილების და სხვა სკრიპტების დაკავშირება და ასე შემდეგ. ყველაფერ ამას დროთა განმავლობაში დაწვრილებით შეისწავლით. ახლა კი იმ ორ ელემენტზე ვისაუბროთ, რაც აუცილებლად უნდა გქონდეთ თავიდან. და ეს არის კოდირება და სათაური. რაც შეეხება კოდირებას, შეიძლება შეგხვედრიათ საიტი, სადაც ტექსტის ნაცვლად ოთხკუთხედები, გაუგებარი იეროგლიფები ან სხვა სიმბოლოებია მოცემული. იმისათვის, რომ იგივე არ დაემართოს თქვენს საიტს, უნდა გაწეროთ კოდის აი ეს მწკრივი. მეტა ტეგის მეშვეობით. UTF-8 ეს არის უნივერსალური კოდირება, რომელიც ყველა ენას მოიცავს და შეგიძლიათ მშვიდად წეროთ ნებისმიერი სასურველი სიმბოლო, მათ შორის ქართული სიმბოლოები. ამ საკითხს ძალიან არ ჩაუღრმავდები, უბრალოდ ეს ერთი მწკრივი არ დაივიწყოთ, რომ ასოითი სიმბოლოები ეკრანზე ისე გამოჩნდეს და სხვა დანარჩენი სიმბოლოებიც, როგორც თქვენ გქონდათ ჩაფიქრებული და არა რაღაც იეროგლიფები და ასე შემდეგ.
თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს კოდის ამწყრივის გამოტოვებამ, მას მომავალ გაკვეთილში ვნახავთ უკეთ, როდესაც ვნახავთ თუ როგორ გამოიყურება ჩვენი დოკუმენტი ბრაუზერში და დავამატებთ გარკვეულ ტექსტს. ხო, კიდევ ერთი რამ. როგორც გახსოვთ, მე წყვილი და ერთეული ტეგები ვახსენე, როგორც ხედავთ, მეტატეგი ერთეული ტეგია. ანუ არ გააჩნია დამხურავი ტეგი და მთელი საჭირო ინფორმაცია სწორედ საწესპი ტეგის შიგნით არის გაწერილი. პრინციპში საწესპი ტეგი რომ უწოდოთ მას ესეც არ იქნება სწორი, იმიტომ რომ საბოლოო დამხურავი ტეგი არ გააჩნია. ხო, უბრალოდ ყველაფერი ჩაწერილი არის ამ ერთი მეტატეგის შიგნით და არა გვაქვს მეორე მეტატეგი, რომელიც იწყება მარჯვენა სლეშით, რომელიც იქნებოდა ამ ტეგის დამხურავი. კი ბატონო. ახლა რაც შეეხება შემდეგ ელემენტს title tags, ის წყვილი ტეგია. Title არის სათაური და მისი შიგთავსი ჩნდება აი აქ. აი ამ ადგილას. ამ შემთხვევაში აქ კონკრეტული საიტი გახსნილი არ არის. ასე რომ უბრალოდ წერია new tab. ხო, რაც შეეხება Facebook-ს, მის title tag-ში გაწერილია ის, რასაც აქ ხედავთ. Facebook login or sign up. სწორედ ეს არის გაწერილი Facebook-ის index ფაილის title tag-ში. ეს მომენტი მნიშვნელოვანია, ეცადეთ არასდროს არ გამოგრჩეთ, საძიებო სისტემები იყენებენ ამ ინფორმაციას, ამიტომ სათაური ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს საიტის თემატიკას და გვერდის შინაარსს. თუ თქვენ საიტს ინტერნეტში ატვირთავთ, ეს მომენტი სასიკეთოდ წაგადგებათ. თუ კონკრეტულად რას გულისხმობ, ამას დროთა განმავლობაში გაიგებთ საიტზე მუშაობის დროს, ზედმეტი იქნება ამაზე საუბარი კურსში HTML დამწყებთათვის ბუნებრივია, ამიტომ აი ამ მოკლე ინფორმაციით დაკმაყოფილდით ამ ჯერზე. რაც შეეხება ამ ვიდეოს, სულ ეს იყო, რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა. შემდეგ გაკვეთილში ვიმუშავებთ ტექსტის ფორმატირებაზე და ვისწავლით თუ როგორ დავყო ტექსტი სათაურებად და პარაგრაფებად.